გამარჯობა დღემშვიდობისა ქართველებო, მოგესალმებით ყველას გულიანო ქართველებო სამშობლოში, ყველა მიწაზე, ევროპაში, ემიგრაციაში, ამერიკაში, ყველგან, რუსეთში, სადაც ახართ გულიანი ქართველები და გიყვართ სამშობლო და გიყვართ თქვენი ერი, თქვენ გენაცვალეთ გულში. უფალმა ღმერთმა სუბედნიერი და ჯანმრთელი და ტანმრთელი დაგაბრუნოთ სამშობლოში. ეხლა რა ხდება, ესე იგი გუშინ აიტაცეს მეუყურე, საკმაოდ ღნიერი კაცი არის და მაგწლოვანებიდან გამომდინარე ჩემი პატივისცემა, საკმაოდ ღნიერი კაცი ამნერი ლევან ადეიშვილი. როგორც ვნახე მე და ასე იგი როგორც საუბრობს ელფშტეინე როგორც საუბრობს ერთმორწმუნე რუსეთზე და ის აიტაცა ხალხმა და მართალი ხარ და რაღაცა. მე მინდა ეხლა უბრალოდ მოგმართო და ერთხელ და სამუდამოდ გავშალო ეს თემა და მე არასოდეს ალბათ ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვინც არის რუსეთუნე იქნება ყოველთვის რუსეთუნე, ვინც არის ევროპისა იქნება ყოველთვის ევროპისა, ვინც არის სრული და ხორცით ამერიკელი იქნება ამერიკისა და მე ვარ სრული და ხორცით ქართველი კაცი, რომელი მიწაზეც გინდა ვიდგე, უპირველესად ჩემთვის ყოველთვის არის ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა-წყალი, ჩემი წინაპარი და ჩემი ის მეფეები და დედოფლები, რომელმაც ეს საქართველო აქამდე მოიტანეს. და ჩვენი ის გლეხი წინაპარი, რომელმაც აი ეგ ერეკლე მეფეს რომ მიგვარა ცხენი გლეხმა, ზემომაჩხანელმა გლეხმა ბოსტაშვილმა, აი ეგეთი ხალხი მოტანილი საქართველო რო არის, აი ეგეთი საქართველო მიყვარს მე. ეხლა რა ხდება და როგორ ხდება? როდესაც საუბრობს ეს ბატონი რომ თურმე ესე იგი ეფშტეინები საქართველოს სოფლიოს დაიპყრობენ და რაღაცა და აიღებენ სოფლიოს და იქნება ლიბერალიზმი რო იტყვიან გამეფებული, მე მინდა ბატონებო რომ ერთ მორწმუნე რუსეთზე გესაუბრო და შემდეგ გადავიდეთ ამ ელფშტეინებზეც. მე არასოდეს არ ვერიდები არც ერთ თემას და არც ერთ თემაში სწორი აზროვნება არ მიჭირს და თუ მიჭირს კიდე თქვენ შეგიძლიათ რაღაცა მასწავლოთ, შემიწოროთ, ასევე ჩემგან მოისმინოთ და ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში, რომ დაუდგეთ ერთხელ და სამუდამოდ იმ გზაზე, რასაც სამშობლოს შენება ქვია, რასაც ქართველი ხალხის გამარჯვება ქვია, რასაც ქართველი ხალხის წინსვლა ქვია, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ის ელემენტარული, რომ სამშობლოდან აღარ გარბოდნენ. ეხლა რა ხდება და როგორ ხდება? როდესაც იძახით, რომ ერთ მორწმუნე რუსეთი. მე მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ სამაჩაბლო დავუკარგეთ რუსეთის მეშვეობით, აგერ აფხაზეთი დავუკარგეთ რუსეთის მეშვეობით, აქეთ წაიღეს ამხელა კოდურის ხეობა რუსების მეშვეობით, აგერ 3-4 წლის წინ 1 მილიონი მეტრი ქართული მიწა წაიღეს, სალოცავში მისული კაცი ღინტური ჩაგვიცხლეს, მოგვიკლეს, ტატუნაშვილი წამებით მოგვიკლეს, ანწუხელიძეზე და შინდისის ბიჭებზე 2008 წლის ომზე საერთოდ რაღა უნდა ვთქვათ, არ ვიცი, ამას მოყვა ასევე 10,000-ობით დევნილი წეროვანში, განადგურებულია ქართველი ადამიანები, ასევე აფხაზეთიდან დევნილები და მოკლედ ერთ მორწმუნე რუსეთი. ეხლა რა ხდება და როგორ ხდება? ასევე ეხლა იგივე მიმდინარეობს უკვე მე-5 წელი დაიწყო უკრაინაში, ხო? მოდი გარშემო, ჩვენს გარშემო გადავხედოთ რა ხდება. ჩვენს გარშემო ყველაზე დიდი ქრისტიანული ქვეყანა არის რუსეთი, ხო? რუსეთს რო ოდნავი ტვინი ქონოდა, სულ ოდნავი ტვინი ქონოდა, აი გამოჩერჩიტებულ პუტინს რო ქონოდა სულ ოდნავი ტვინი, ესე ვიტყვი მე და ვითომ ამ რუსეთის ხროვას და ამ კაკებია თუ რა ჯანდაბა არის და რა დაწესებულებებიც აქვს და მაგათ მიმდევრებს კიდე. სულ ოდნავი ტვინი რო ქონოდა თავში და ესენი მართლა ყოფილიყვნენ ქრისტიანი ადამიანები, უფლის ადამიანები, ყვარებოდათ ტაძრები, ყვარებოდათ ქრისტიანობა და მართლა რომ უნდოდეთ რომ აქედან თურქეთმა არ აგვიღოს, იქიდან ეფშტეინები არ ჩაერიონ ჩვენ ცხოვრებაში, აქედან ევროპამ არ გაგოპიდარასტოს და მართლა რო ფიქრობდნენ ჩვენზე, ესენი ესე იგი სუმცირე რას გააკეთებდნენ. არ წაგვართმევდნენ აფხაზეთს და არ დაგვიხოცავდნენ ხალხს. არ წაგვართმევდნენ აგერ სამაჩაბლოს თავისი 400 სოფლით და არ დაგვიხოცავდნენ ხალხს და არ გვიყოლებოდა წეროვანში 10,000-ობით ტოლვილი და დევნილი. ესე იგი, არ წაგვართმევდნენ აგერ ეხლა 1 მილიონ მეტრ მიწას, რომელიც გახარიას დააბრალეს, საკუშაგოები არ ჩადგიო და წაიღო რუსეთმა ეს მიწა, ეს არის დაახლოებით 1000 ჰექტარი მინიმუმ 3-4 სოფელი. არ მოკლავდნენ სალოცავში მისულ კაცს არ ჩაცხრილავდნენ გინტურს. სალოცავში მისულ ამას არ გააკეთებს ქრისტიანი. სალოცავში ეკლესიაში ჩასულ კაცს არ დაცხრილავდნენ. ვისაც ეს არ გესმის, რომ რა არის რუსეთი და ვინ არის რუსეთი. პირველ რიგში. ასევე ესე იგი ყველაზე მინიმუმ ამათ რო ოდნავი ტვინი ქონოდათ, გინდა პუტინს, გინდა ლავროვს, გინდა საერთოდ რუსეთის დუმას და ამათ ეფიქრათ იმაზე რომ მართლა ქრისტიანობა ყოფილიყავით სოფლიოში ძლიერი. მე არ მინდა ეხლა ვახსენო მოხალე მუსლიმანური მხარე. ყველა ჩვენი ძლიერებისთვის ვიბრძვით და გვინდა რომ ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვარ და ქრისტიანები ვიყოთ ძლიერები და დაუდგეთ მაქსიმალურად ერთმანეთს გვერდში. ამას რო ეგ ეფიქრა, მოკიდებდა პატარა საქართველოს ხელს თავის გვერდზე მეგობარს, მოკიდებდა უკრაინას ხელს თავის მეგობარს, თავის ქრისტიანს და ახეთ კიდე სომხებს. მინიმუმ 4 ქვეყანა რუსეთი, საქართველო, უკრაინა და სომხეთი. 4 ქვეყანა გავერთიანდებოდით, შევქმნიდით ერთ დიდ ქრისტიანულ კავშირს. დიდ ქრისტიანულ კავშირს, სადაც იქნებოდა რუსეთი
სადაც იქნებოდა საქართველო, სადაც იქნებოდა უკრაინა, სადაც იქნებოდა სომხეთი და ეს ქრისტიანი ხალხი რო შევიკრებოდით, ხო, უძველესი ქრისტიანი ხალხი, ვერც ევროპა, ვერც ეფშტეინები, ვერც ამერიკა და მსოფლიოში ვეღარ მოგვერებოდა ჩვენ ვერავინ. აი ამას ჭირდებოდა ძალიან პატარა ტვინი. არა თუ შენ როგორც ქრისტიანი ქვეყანა გამოხვიდე, დაბომბო, წაართვა, მოკლა შენი ქრისტიანები და შემდეგ კიდე გინდა რომ გაღიარონ გარშემო ქვეყნებმა როგორც ქრისტიანი ადამიანი. მე ვეკითხები ახლა იმ ტვინ გამომშრალ ხალხს, რომელი ტვინ გამომშრალი ხალხიც ამართლებს რუსეთს და არის პუტინისკენ და კიდე გუშინ რომ გამოვიდა ის ნაძირა და სლავა პუტინო რო ყვიროდა საქართველოს ქართულ მიწაზე 2008 წლის ომის დღე ზუსტად 18 წელი გავიდა და ეს ყვიროდა სლავა პუტინო. აი ამნაირი ქართველი მიმიფურთხებია შენთვის, შენ უკვე სიცოცხლეში ხარ ყუდარი. თუ ჩემ ვიდეოს ნახავ, ჩემგან მე შენ გეუნები რომ შენ სიცოცხლეში არ ხარ ქართველი, შენ ხარ ყუდარი უკვე. ჯობია ყუდარი იყო ვიდრე იცოცხლო. ეხლა რაც შეეხება იმ ვითარებას, რა ვითარებასაც აღვწერ. რო გაიგებდა მთელი ევროპა, რო გაიგებდა ამერიკა, ეს ეფშტეინები, ეს თქვათ ლიბერალური მხარე, პიდარასტები, რეზმოცელები რო გაიგებდნენ, რომ ეს 4 ქვეყანა გაერთიანდა, რუსეთი, საქართველო და უკრაინა და სასომხეთი ერთი გულია და ერთად არიან შეკრული. ჩვენ ქრისტიანულ კავშირს ვერავინ ვეღარ დაანგრევდა მსოფლიოში. ვერც ევროპა ვეღარ გაბედავდა ჩვენთან შებრძოლებას, ვერც ამერიკა, ვერც თურქეთი და ვერც გარშემო ქვეყნები. აი მხოლოდ ძალავიქნებოდი ჩვენ ქრისტიანები. აი ეს რო რეალობაში მართლა სურდეს რუსეთს რო ქრისტიანობა იყოს ძლიერი. აი ეს ერთ მორწმუნე რუსეთს რაც შეეხებოდა და ერთ მორწმუნე ოკუპანტებს რაც შეეხებოდა. ვინც ტვინშიც კიდე გამომშრალი გაგვტვინი და ვერ აზროვნებთ ნამდვილად რეალობაში რა ხდება. რეალობაში მოდის, გაუპატიურებს, კლავს, ეკლესიას გინგრევს, სოფლებს გართმევს. აფხაზეთს საკარტვა, სამაჩაბლოს საკარტვა და კიდე გამოსული ხარ და ერთ მორწმუნე რუსეთიო. გამოქლიავებული ხარ. ვიღაცა ხარ გამოხლიავებული ხარ. შენზე როგორ თქვენს ქრისტიანი კაცი და ქართველი კაცი. ამდენი წაკარტვა, მოგიკლა, დაგიხოცა. აგე 3 წლის წინ 1000 ჰექტარი მიწა წაიღო, სალოცავში მისული ხარ, ჩაგიწყრილა. იქით ტატუნაშვილი გიწამა. აქეთ 2008-ში ბიჭები შეგიხოცა და კიდე იძახი ერთ მორწმუნე რუსეთიო. მაშინ არა ხარ ჯანმრთელი შვილო. იმის გამო რომ შენ სიყვარული რუსეთში ცხოვრობ და იმის გამო რომ შენ წლებია იქ რაღაცა ფულს შეუვლობ, ორკაბიკს შეუვლობ და იქ ახალ თავს კარგად გზნობ და ამის გამო იძახი ერთ მორწმუნე. არ არის ეს ერთ მორწმუნეობა. ერთ მორწმუნე მარი ხელს რო ჩაკიდებ და ქრისტიანი კაცი რო ხარ და რომ მოეფერები, რო ჩაიხუტები და რო აგზნობინებ, რომ შენი ქრისტიანია და შენს გვერდზე დგას ის ამაკად, როგორც უნდა იდგეს. არა თუ რომ მიხوار, რო დაბომბავ და რო წაართმევ და რო დაუხოცავ და ქართველ დედას შავებს ჩააცნევ და ქართველ მეუღლეებს შავებს ჩააცნევ და ბავშვებს რო ობლად გაზდი და თავის ქვეყანაში 1000-ობით ტოლბილს რო გავუხდი. ეგ არ არის ერთ მორწმუნეობა. ეხლა იმ ტვინ გამომშრალებს, რომელი ტვინ გამომშრალებიც ერთ მორწმუნე რუსეთისგან მიირტვით. გზა დიდია, მიბრძანდით კრასნი პლოჩადზე, იქაც არის დიდი გამოსახანებელი ადგილები, როგორც კალაძემ თქვა იქიდან რომ აიღეთო რაზგონიო თაწმინდიდანო. იქაც არის დიდი ადგილები, იქაც არის თქვენ დაეტევით ყველანი, ვინც ხართ ამ რუსეთის სიყვარულში ჩაფლული ხალხი. მე ქართველი კაცი ვარ, მიმოვარებ. ევროპის დედაცვატირე, ამერიკისა და რუსეთისა, ჯერ უნდა იყოს ყველაფერი ქართული. და ყველაფერი ქართული აქ არ არის. წაგვართვეს, მოგვიკლეს ძმაო, შეგვიგინეს, წაგვიბილწეს, წაიღეს, დაგვინგრიეს და როგორ არის ერთ მორწმუნე რუსეთი. ეხლა რაც შეეხება უკრაინას. მივიდა ჯერ კიდე 2014 წელს მივიდა და დაიწყო ომი, ხო? აი, წაიღო ყირიმი, თქვა, წაიღო დონბასი, აქეთ უკვე მარიუპოლი. კი ბატონო, წაიღო რა ქალაქები, წაიღო, აქაც ქრისტიანთა ძმათა სისხლი მოხდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ რამდენი წელი ერთად იყვნენ რუსები და უკრაინელები და ისიც რო ვიცოდეთ, მთლიანად ატომი იდო უკრაინაში, კიევში იდო ატომი და უკრაინამ იმხელანდობა გამოუცხადა რუსეთს, რომ ეს ატომი აიღო კიევიდან და ჩაიტანა დადო რუსეთში. ეხლა რაც შეეხება ამ ვითარებას, შემოვიდა მეორეჯერ და გამოუცხადა, რომ 3 დიდი ქალაქი უნდა მომცეო. კაი, იმ ორ ქალაქსაც რო ჯერ ატომი უნდა შევეშვა და რატომ უნდა მისცეს, მაგრამ იმ ორ ქალაქს რო შევეშვათ, ვინც twin გამომშრალი ხარ და არ გესმით. მოსთხოვა მესამე ქალაქი, ამნაირი ქალაქი, ესე იგი ოდესა. ეხლა ოდესა რა არის უკრაინისთვის? ოდესა უკრაინისთვის არის ღერძი. უკრაინა ოდესის გარეშე ვერ იცხოვრებს და რატო? ყველანაირი ტვირთი, გემი გინდა, კატერი გინდა, რა გინდა, ყველანაირი ტვირთი მსოფლიოდან ესე იგი შედის ოდესაში და გადის ოდესიდან. ანუ უკრაინის ბიუჯეტში რას თანხა შედის და უკრაინის ხალხი რითიც ცოცხლობს და ცხოვრობს. ოდესის სპორტი არის ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ აგვაქვს ბათუმის სპორტი, ფოთის სპორტი და ფოთის სპორტში ყველამ კარგად ის მილიონები და მილიარდების პროდუქტი შემოდის, ხო? ასევე შემოდის ავტომანქანები, ასევე შემოდის დატვირთული გემები, ასევე როგორც ბათუმში. აი ზუსტად ამნაირი დატვირთვა უკრაინისთვის ოდესას. და ოკუპანტი მიადგა და ეუბნება, რომ სამ ხალხს შორის ერთ-ერთი ხალხი უნდა გადმომცე ოდესაო. ეხლა მე თქვენ გაკითხებით, ვინც კიდე ოდნავ აზროვნებ და ქართველობა და ქრისტიანობა შემოგრჩენიათ. რომ მოვიდეს პუტინი
ეგავაც სახსენებელი რომ მოვიდეს და თქვას რომ მომესით თელავი, ქუთაისი და იქით პორტი, ფოთი ან ბათუმი. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ჩავილაგოთ ჯიბეში ხელი და გავატანოთ? გეკითხებით აი ადამიანურ დონეზე. მე არავის მხარე არა ვარ, მე ვარ სიმართლის მხარე, თელი ცხოვრება და ვიქრები სიმართლის მხარე, თელი ცხოვრება. მე გეკითხებით, უნდა გავატანოთ თელავი, ქუთაისი და ბათუმი ან ფოთი? უნდა გავატანოთ იმის გამო, რომ ოკუპანტს ასენებავს, სამი ქალაქი უნდა მივცეთ და სამი ქალაქი უნდა დაუთმოთ. მე როგორც ქრისტიანი კაცი ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და ვთქვი, თუ მაგათ ქრისტიანული კავშირი ნებავდათ, აქ ვიყავით ჩვენ, სასომხეთიც, უკრაინაც და თვითონ რუსეთიც. შეეკრა ეს დიდი რგოლი, გაეკეთებინა ჭკვიან ადამიანს ქრისტიანული კავშირი და ჩვენი შემხები მსოფლიოში კაცი აღარ იქნებოდა. ეხლა რომ გამოდიხარ და ის ეფშტაინები და ისინი სად იყვნენ ეფშტაინები, ყველა მის ამერიკა ვინ არის, ჯერ კიდე სანამ ამერიკა დაარსდებოდა 350-400 წლის წინ რო ჩავიდნენ იქაური აბაჩები და ხოცეს და თავიდანვე სისხლი დაიწყეს, სხვა ადამიანების სისხლი დაიწყეს ამერიკელებმა ცხოვრება. ვითომ რაღაცა გამოდიხარ და გენიოსობას და რაღაცა ძალიან აზრს აყალიბებთ. ამერიკა მთელი ცხოვრება დგას სისხლზე, ომებზე და სხვის სისხლზე. ამაც რა თუნდა აღიარება და არათ უნდა გამოსვლა და ეფშტაინები დარქმევა და ის თავიდანვე დგანან სისხლი აბაჩებს. თავის ქალები ახადეს, თავი მოკეთეს და მაგით დაიპყრეს ამერიკა და მაგით დაიმორჩილეს და გაანადგურეს მოიყვნენ აბაჩები და შემდეგ აშენდა ამერიკა. ეს ყველა მიცის და გავიგეთ რომ ეს არის. ამას აღიარება არ უნდა. ან ევროპის ლიბერალური მხარე რომ სიტყვაზე ვთქვათ არის რაღაცა ნაწილები რომ პიდარასტობას წარმოადგენენ და რესპოსოლობას, ესაც ყველა ვიცით. მაგრამ გამოდი და რეალობა თქვით რომ როგორ მოიქცა რუსეთი, რას გვსაბაზობს ევროპა, რას გვსაბაზობს ამერიკა. და სინამდვილეში ჩვენი ძირი რა არის, ჩვენ რა გვინდა? ქრისტიან ხალხს, ქართველ ხალხს რა გვინდა რომ მივაღწიოთ? გვინდა დავრჩეთ იმ პაპის ძველ ფესვებზე, საიდანაც მოვდივართ, რის გამო ჩვენი 10,000-ობით, 100,000-ობით წინაპარი არის გარდაცვლილი, თუ გავიშიროთ ხელი რა ქნა ამერიკამ, რა ქნა ევროპამ, რა ქნა რუსეთმა, არავინ ჩვენ საკეთილდღეოდ არაფერს არ აშუქება დღეს სოფლიოში. აი ეს არის სიმართლე. ჩვენ საკეთილდღეოდ არავინ არაფერს არ აშუქება და ჩვენ ყოფას უფრო და უფრო ყოველ დღე ერთმანეთს ვაუძლურებთ. ჩვენი შეურაცხყოფით, ჩვენი გინევით, ჩვენი იმ წამოძახილებით რაც ხდება. შეხედეთ ხალხო, რას დაემგვანა ხალხი, ნაცი, ქოცი, გინება, შეურაცხყოფა, ოჯახზე შეხება, გარდაცვლილებზე შეხება, რაღაც დაგვრჩა ქრისტიანული ხალხო. რაღაც დაგვრჩა ქრისტიანული, რაზე საუბრობ საერთოდ. რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა არის მოყვასის სიყვარული და მტრის სიყვარულიც. ის სიყვარულიც და პატივისცემად, შენდობად, პატიებად დღეს ხედავთ რომელიმე ამა საქართველოში ყოველ დღე მარტო გინება, შეურაცხყოფა, მოკლეს, დაჭერეს, ესროლეს, აი არაფერი კარგი აღარ ხდება. იმიტომ რომ უფალს დავშორდით, იმიტომ რომ ტაძრები დავტოვეთ, გამოვედით და ქუჩაში ვდგევარ და ნაცი თუ ქოცი. არც ერთი ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ქართველ კაცს უნდა უყვარდეს ქართველი, ქართველ კაცს უნდა უყვარდეს ქართველი და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ოჯახებს, ისე როგორც ჩვენი წინაპარი აკეთებდა ამას. და ჩვენი წინაპარი გიჟი არ იყო. თუ რაღაცა ვიღაცამ ტერი მოვა და შეგვაწუხებს ჩვენ იმას უნდა დავხვდეთ ისე როგორც ჩვენი წინაპარი ხდებოდა კაცურად და ვაჟკაცურად და თუ არა ვხედავთ სხვა ვითარებაში მომრავლდნენ არაბები, პაკისტანელები, ავღანელები, პიდარასტობას ვებრძოლოთო და ესე იგი ავღანელეთის 70% არის პიდარასტი. ცოლი ვერ მოყავს, ესე იგი ცოლი ვერ მოყავს ავღანელს. იქ გაჭირვებიდან გამომდინარე რომ ქალი ღირს 5 და 10,000 და ამას თელი ცხოვრება ვერ აგროვებენ და მათ ეგრევე თავიდანვე ურთიერთობა აქვთ 15, 16, 17 წლის ბავშვებთან, ბიჭებთან. და ამნაირ ხალხს გაუხსნეს უბიზო მიმოსვლა. მეტი რა პიდარასტობა გინდათ და გამოდიხარ და ლაპარაკობთ ქრისტიანი ხალხი ვარდო. მაშინ ძმაო თუ ქრისტიანი ხალხი ვართ, რატო არიღებთ ხმას ამაზე? რომ პიდარასტერს გაუხსნეს საზღვარი და შემოუშვეს. ერთსაც ჩვენი ძმები ყავ ნახოცი. მე პირადად ავღანეთიდან მაგის სახელობით ბავშვებს ნათლია ვარ. ალექსანდრე კვიცინაძე ჩამოიტანეს ბიჭი ყუდარი ავღანეთიდან. და ეგეთ ხალხს გაუხსნეს საქართველოში უბიზო მიმოსვლა. და რამდენი ამნაირი გამწარებული არის. სადახართ, მაშინ რატო გძინავთ? რატო ხმას არიღებთ? თუ პიდარასტობაზე გაქვს და ევროპაზე გაქვს ლაპარაკი და ამერიკაზე გაქვს და რუსეთზე გაქვს, რატო ამაზე ხმას არიღებთ, რომ პიდარასტერს გაუხსნეს? მამათმავალებს გაუხსნეს საზღვარი და შემოუშვეს საქართველოში. ვისაც ჩვენი ძმათა სისხლი აქვს ავღანეთში აღებული და ასობით და ათასობით ყდარი და დაჭრილი არის. რატო იმაზე ხმას არიღებთ? მაგრამ არა, თქვენ არ შეგიძლიათ დაეტაკოთ მაღლა ხალხს, მაგრამ თქვენნაირ დაბლა დგომს უფრო წიხს დააჭერთ და უფრო კათელავთ. თავარია რომ იქ მაღლა იყვნენ ყველანი ნაცები და ხოცები იყვნენ კარგად ქვეყანაში და იყვნენ მილიონერები, მილიარდელები და თქვენ თუ გინდა ერთმანეთ დაგიხოციათ. თავარი იმათ არ შევეხოთ, ისინი იყვნენ კარგად. ამოიღეთ ხმა იმაზე, რადგან ამოსაღებია.
და ერთ მორწმუნე რუსეთი მაშინ იქნებოდა რაც მე ჩამოვაყალიბე. ყველას გენაწვალეთ გულში, ვითა თქვენი სამშობლო გიყვართ, თქვენი წინაპრის საფლავი გიყვართ და ის ქართველობა გიყვართ, რომელი ქართველობითაც ამდენი საუკუნე მოვედით. და მე ერთ კაცს რაც შემიძლია ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, ეს იქნება რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა. მე ვარ ქართველი კაცი პირველ რიგში. ქართველ ფესვებზე, ქართველი მასწავლებლების გაზრდილი, ქართული ჯარის აღზრდილი და მე არ მინდა დავასახელო ჩემი მაგარი ვაჟკაცი მეთაურები, ჩემი მაგარი ვაჟკაცი სერჟანტები და ის ხალხი ვინც მე ყველაფერი მასწავლა ქართული და მე არაერთი სკოლა გავიარე რეინჯერთა სკოლა, გავიარე სერჟანტთა სკოლა, გავიარე დაზვერვის სხვადასხვა საფეხურები. მე არ მინდა დავასახელო ის ხალხი, ყველა ის მაგარი ხალხი, ვინც მე უნდა უდრო სამშობლო და სამშობლო. ასე რომ სამშობლო რა არის? სამშობლო არის ენა მამული სარწმუნოება და არასოდეს არ დავკარგოთ ჩვენ ენა მამული სარწმუნოება. თუ ჩვენ დავკარგავთ ენას მამულ და სარწმუნოებას, ჩვენი ქართველობა იქნება ნული. დიდება უფალს გვარავდეთ უფალი და მე მჯერავს, რომ მალე ქართველები გამოვხიზდებით და დავდგებით იქ, სადაც ჩვენი სამშობლოა. მიყვარხართ გულში.